თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდალას დავალებითა და ორგანიზებით ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე. ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალას, რის შემდეგადაც კომპრომატაციის მუქარით აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. უკანონოდ გადმობირებული კომპეტენტები თავის მხრივ ურთიერთობას ამყარებდნენ სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ საზოგადოებისათვის ცნობად მამაკაცებთან, ისე რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ კონსპირაციის შესახებ. კომპეტენტებს მიჰყავდათ ისინი სახელმწიფოს ოპერატიული სახსრებით დაქირავებულ ბინებში, რომლებიც წინასწარ იყო აღჭურვილი უკანონო ფარული სათვალთვალო აუდიო-ვიდეო აპარატური. ამ დროისთვის დადგენილია 3 ასეთი ბინა. აღნიშნულ ბინებში სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ იძულებით გადმობირებული კომპეტენტები ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს წინასწარ შერჩეულ პირებთან, რის შედეგადაც ფარული ჩანაწერები გადაეცემოდა უშუალოდ მეგის ქარდალას. მოგვიანებით, იმისით, რომ არ მომხდარიყო გადაღებული ვიდეო მასალის გასაჯაროება, ფაქტიური შანტაჟის პირობებში კონსპირაციის მსხვერპლი მამაკაცი თანხმდებოდა იმაზე, რომ გამოემჟღავნებინა თავისი ლოიალური დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და მონაწილეობა მიეღო ყოფილი ხელისუფლების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებებში. გარდა ამისა, მაკომპრომიტირებელი მასალის გამოყენება ხდებოდა ფულის გამოძალვის მიზნითაც. პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე მოპოვებულია რამდენიმე ასეთი უკანონო ჩანაწერი, თუმცა გამოძიების მონაცემებით რამდენიმე ათეული მსგავსი მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერი კიდევ არსებობს. გამოძიების მიერ უკვე დადგენილ ფაქტებთან დაკავშირებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის 3 პირი. გამოძიებამ ისინი დააკავა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მათი დაპატიმრების შუამდგომლობით, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდათ 20,000 ლარის გირაო. ჩვენ გადმოგცემთ გამოძიების მიერ პირების მცირე ნაწილს, ბუნებრივია, აქ შეუძლებელია
იმ პირთა იდენტიფიცირება, რომელიც აღბეჭდილნი იყვნენ ფირზე, უბრალოდ ეს არის იმის დამადასტურებელი ფირები, რომ მსგავს ქმედებას მართლაც ჰქონდა ადგილი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ. აუდიო მასალა გადაღებულია სხვადასხვა დროს, რაც ფიქსირდება კიდევაც ფირებზე, ისინი გადაღებულია 2012 წლის მაისსა და სექტემბერში.